სკანდალი ფარმაციაში იწვევს თუ არა პარაცეტამოლის მიღება ბავშვებში აუტიზმის შემთხვევების ზრდას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა შეამცირონ ტაილენოლის, იგივე პარაცეტამოლის მოხმარება, რადგან შესაძლოა მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ბოლო 25 წელიწადში ამერიკაში აუტიზმის მაჩვენებელი 400%-ზე მეტით არის გაზრდილი. რა არის ამის მიზეზი? შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ განცხადებას ჯერჯერობით სამეცნიერო საფუძველი არ აქვს და სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. კვლევების ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ პარაცეტამოლი ორსულებისთვის უსაფრთხო პრეპარატია, მეორე ნაწილი კი სუსტად მიუთითებს შესაძლო კავშირზე პარაცეტამოლსა და ნეიროგანვითარებით პრობლემებს შორის. აზრები ორად იყოფა, თუმცა ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ პარაცეტამოლის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 7%-ით დაეცა. ნათია ჩეხერიასთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემაზე საუბარს. ნათია, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის, ნათია. კონკრეტულად რა განაცხადა თეთრ სახლში ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა და ეფუძნება თუ არა მისი ეს განცხადება რაიმე ტიპის კვლევას? საღამომშვიდობისა, დავიწყოთ იქიდან, რომ პარაცეტამოლი, იგივე ტაილენორი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტი, რომელსაც მსოფლიოში ორ სულთა დაახლოებით ნახევარი იყენებს. შესაბამისად, დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, გამოიწვია დაბნელობა ამ მოწოდებამ საზოგადოებაში, მკაცრი კრიტიკა და ბრაზი ფარმაცევტულ და სამეცნიერო წრეებში. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მას შეისწავლა მსოფლიოში ეს ყველაზე პოპულარული მედიკამენტი და დაასკვნა, რომ პარაცეტამოლის მიღებასა და შემდეგ ბავშვებში აუტიზმის გამოვლენებას შორის არის კავშირი. So taking Tylenol is not good. არ მიიღო ტაილენოლი. ტაილენოლის მიღება არ არის კარგი. ყველა ორსული ქალი უნდა დაელაპარაკოს ექიმს, რომ შეამცირონ ამ მედიკამენტის მიღება, ვიდრე ორსულად არიან. იდეალურ შემთხვევაში ის საერთოდ არ უნდა მიიღოთ. აუტიზმის მკვეთრი ზრდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მოვლენაა. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ 10,000 ბავშვიდან აუტიზმით დაავადებული ერთი იყო. ახლა კი 31-დან ერთია, მაგრამ ზოგიერთ რაიონში ეს გაცილებით უარესია. ნათია, ერთი არას ამბობენ პოლიტიკოსები, თუნდაც ისეთი ქვეყნის პირველი პირი, როგორც ამერიკა და მეორეა რას ამბობს მეცნიერება. გითხარი ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია მეცნიერების აზრი? კვლევრები ამბობენ, რომ აუტიზმს ერთი ცალკეული მიზეზი არ აქვს და ის შეიძლება იყოს შედეგი გენეტიკური და გარემო ფაქტორების. ისინი ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებას არ აქვს მტკიცებულებები, არ არის გამყარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით და პარაცეტამოლი არის ერთ-ერთი უსაფრთხო მედიკამენტი, რომელიც ორსულმა შეიძლება მიიღოს. თუმცა არიან კვლევრები, რომლებიც იზიარებენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებას და არ გამორიცხავენ კავშირს პარაცეტამოლის მიღებასა და შემდეგ აუტიზმს შორის, მაგალითად ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც აცხადებს, რომ ორსულობას და პარაცეტამოლის აქტიურ მიღებას ერთმანეთთან კავშირი აქვს, თუმცა ისინი არ ამბობენ, რომ საერთოდ უნდა ამოიღონ ხმარებიდან, არამედ ამბობენ, რომ ნაკლებად გამოიყენეთ პარაცეტამოლი, რადგან ტემპერატურასაც შეუძლია ცუდი ზეგავლენა ჰქონდეს ბავშვზე. აზრი არის გაყოფილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ კავშირი არ არის ამ ორ საქმეს შორის, მომლენას შორის. ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ ვერ აღმოაჩინა კავშირი აუტიზმსა და პარაცეტამოლს შორის. ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოები, რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობის საკითხზე მუშაობენ, ყურადღებას მიაქცევენ იმას, თუ რას ამბობს მეცნიერება ამაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკის სურსათისა და წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ ექიმებისთვის რეკომენდაცია გასცა და მიუთითა, რომ დაბალი ტემპერატურის დროს არ დაუნიშნონ ეს მედიკამენტი ორსულებს, ასევე მედიკამენტის ეტიკეტზე იქნება წარწერა შესაძლო კავშირზე ბავშვებში აუტიზმისა და ორსულების დროს პარაცეტამოლის მიღებას შორის. მადლობა, ეს ნათია ჩეხერია იყო.